უკრაინიდან დაბრუნებული ქართველი მებრძოლის ლევან მაზმიშვილის საცხოვრებელ სახლში პოლიცია გვიან ღამით შევიდა, როგორც ოჯახის წევრები ამბობენ, სპეცოპერაცია გამთენიისას დაიწყო და ძალოვანი უწყების თანამშრომლები საცხოვრებელ სახლში ფანჯრებიდან შევიდნენ. რამდენიმე საათის განმავლობაში საცხოვრებელ სახლში მიმდინარეობდა საგამოძიებო მოქმედებები და როგორც ლევან მაზმიშვილის მამა მირიან მაზმიშვილი პირველებთან საუბრისას ამბობს, დამტვრეულია და განადგურებულია ყველაფერი, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს საცხოვრებელ სახლში დახვდათ. უცნობია, რას ეძებდნენ პოლიციის თანამშრომლები საცხოვრებელ სახლში, თუმცა ოჯახის წევრები ამბობენ, რომ სავარაუდოდ ძალოვანი უწყების თანამშრომლები ეძებდნენ იარაღს. სახლიდან ამოღებულია ერთადერთი იარაღი, ისიც გაფორმებული სანადირო თოფი. ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ეს ყველაფერი უკავშირდება იმას, რომ ლევან მაზმიშვილი აქტიურად იყო უკრაინაში საომარ მოქმედებებში ჩართული, ასევე ამბობენ, რომ მაზმიშვილი იყო 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილეც, მას არაერთი სიგელი და არაერთი ჯილდო აქვს თავდადებისთვის მიღებული. ოჯახის წევრები განმარტავენ, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მაზმიშვილების ოჯახის წევრები ხდებიან ფსიქოლოგიური ზეწოლის მსხვერპლი. ამბობენ, რომ პოლიცია მათ საცხოვრებელ სახლში უკვე მეორედ შევიდა და არასოდეს განუმარტავთ, რატომ შედიოდნენ ისინი მაზმიშვილების საცხოვრებელ სახლში ჩხრეკაზე. მათ უკვე მიმართეს გენინსპექციას. ახლა საინტერესოა, შესაბამისი უწყების თანამშრომლები დაინტერესდებიან თუ არა იმ ფაქტით, რომელიც შინდისის ყოფილი გამგებლის საცხოვრებელ სახლში მოხდა. საუბარია ჩხრეკაზე, რომელიც გამთენიისას საცხოვრებელ სახლში ჩატარდა. სამეცნიერო გადმოძრენ ფანჯრებიდან დაგოდგნენ იარაღებით და დაიწყეს სახლის ჩხრეკა. თქვენ ისეთ გამოაჩენიათო იარაღიო, რა ვიცი, რას ეძებდნენ, რა იარაღი, ჩვენ ერთ სანადირო თოფი გვაქვს და ისიც წაიღეს გაფორმებული კანონიერად. ყველაფერი მესმის. რომ ორდერი ქონდა და სახლი დაჩხრიკეს. ჯერ საფუძველი ქონდა, დღესაც არ ვიცი. რა საფუძველი უნდა ქონოდა და მე კიდევ დაჩხრიკეს და ეს ვეში და ეს ტახტი და ეს პიანი და ისინი, რაზე დამიმტრეს. თვითონ ის ვარიანის პოლიციის უფროსი მაგლუნგიში ჩაწვება, სადაც გადამიყარა და გადმოიმყარა ყველაფერი. ან ის იმოდან იარში კიდე ის რომ დამიმტრეს, მე მოსავალი სად უნდა წავიდე. რას უკავშირდება ვერ ვიგებ, ხარ ჩემი შვილი უკრაინაში იყო. თუ მოგას უკავშირდება, კი ბატონო, ყველაფერი მესმის. გავიგე ყველაფერი მესმის, მაგრამ ესა ტერორისტი კი არ იყო და ეს კი არ იყო. იქა წავიდა და იბრძოდა და დაბრუნდა ეკაზე. რაღაც ცოცხალი დაბრუნდა. ესე იგი მორჩა, გათავდა ტერორისტია კაცო. ჩემი შვილი უკრაინაში რო იყო, ჩემი შვილი აქაც იბრძოდა, 2008-ში იბრძოდა და სოხუმშიც იბრძოდა და პლუს მეცა. მეც ომის ვეტერანი ვარ. რავი, რა დავაშავეთ ესეთი და ამდენი ხანია მართლა ქვეყანას ვემსახურები. უკრაინიდან დაბრუნებული ქართველი მებრძოლის ლევან მაზმიშვილის საცხოვრებელ სახლში პოლიცია გამთენიისას შევიდა, როგორც ოჯახის წევრები განმარტავენ, ძალოვანი უწყების თანამშრომლებმა ყველაფერი მიზანმიმართულად გაანადგურეს საცხოვრებელ სახლში, სწორედ ამიტომ მათ უკვე მიმართეს გენინსპექციას პოლიციელების მხრიდან სავარაუდო უფლებამოსილების გადამეტების ფაქტთან დაკავშირებით და ახლა ელოდებიან, რა რეაგირება ექნება შესაბამის უწყებას, თუმცა ოჯახის წევრები პირდაპირ ამბობენ, რომ ეს არის მიზანმიმართული ტერორის სერია, რომელსაც უკრაინაში მებრძოლი მეომრის ოჯახის წევრებს უწყობენ. მადლობა მარიამ, ეს მარიამ მაკასარაშვილი იყო.